ნათია აფხაზავას ოჯახის სამართლიანობისთვის ბრძოლას ისევ აგრძელებს და დღესაც ისინი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ და დუმარე აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ნათია ხაჭატურიანს მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს და ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა საგამოძიებო უწყებამ სწორად გამოიძიოს ეს ამბავი, რათა ოჯახი მიიჩნევს, რომ ნათია ხაჭატურიანი მარტო ვერ შეძლებდა 51 ჭრილობის მიყენებას და ასევე ექსპერტიზის დასკვამ ცხადყო, რომ ნათია აფხაზავას ჭრილობებთან ერთად აღენიშნება გუმკერდისა და ხელფეხის მოტეხილობა. ეს ფაქტი კი ოჯახს უჩენს ეჭვებს, რომ მას ვიღაცაები ეხმარებოდნენ. ეჭვი კი აქვთ დეტექტივ ნიკა სოხაძეზე, ხაჭატურიანის მეუღლეზე და ასევე ხაჭატურიანის დედამთილზე. დღეს ასევე სასამართლო პროცესს დაესწრებიან გერმანიის მოქალაქეები, რადგან ნათია აფხაზავა იყო გერმანიის მოქალაქე. სწორედ ისინი ჩამოვიდნენ აქ, რათა თვალყური ადევნონ, რამდენად სწორად მიდის სასამართლო პროცესები და ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ გერმანული მხარე აქტიურად ადევნებს თვალყურს საქმის წარმოებას და მათ აქვს მოლოდინი, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო მიიღებს სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გერმანიიდან ჩამოვედით. ჩვენი მოთხოვნაა როგორც ოჯახის პოზიცია, რომ ნათია ხაჭატურიანს მიესაჯოს უადო პატიმრობა. არ გვაქვს ინფორმაცია შეეძლო თუ არა ხაჭატურიანს ამის მარტო ჩადენა ასეთი სასტიკი მსკვლელობის, როგორც აუდიოში ჩაწერილია 6 წუთის განმავლობაში. ჩვენ სპეციალურად ჩამოვედით გერმანიიდან, რათა დავესწროთ ნათია მიხნიაკის მკვლელობის საქმეზე დანიშნულ მორიგ სასამართლოს ხდომას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დაინტერესებულია თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნული საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება კანონიერად, ობიექტურად და დასრულდება შესაბამისი კანონიერი განაჩენის დადგომით. სპეციალურად ჩამოვედით საქართველოში, რათა დავაკვირდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ნათია მიხნიაკის განსაკუთრებული სისასტიკეთ მკვლელობის საქმის განხილვას. აღნიშნულმა დანაშაულმა შეძრა არა მხოლოდ საქართველო, არამედ გერმანიაც. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო საქმის განხილვის შედეგად გამოიტანს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ ანგარების გამო მოკლული ქალი 42 წლის ნათია აფხაზავა, მას ნათია ხაჭატურიანმა გუმკერდის არეში 51 ჭრილობა მიაყენა, ასევე მას მოტეხილი ჰქონდა ხელფეხი და გუმკერდი, რაც მისი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის 13 აგვისტოს გარდაიცვალა.